Salmebit, ჯერ-ფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და 12-ში აუცილებლად ფინანსური არხის წმენდა იქნება ერთჯერადი. ძალიან კარგი პერიოდი არის და ისარგებლეთ ამ მომენტით, მით უმეტეს თანხა არ მაქვს მითითებული, იმიტომ რომ ასეთი ძლიერი დღე ძალიან იშვიათად არსებობს და ხდება წელიწადში და რიტუალები ზოგადად ათმაგად მუშაობს, უბრალოდ ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ ახლა ამის საფუძველზე, ვინმე რაღაცები არ დაიწყოთ, ეს დღე არის პროფესიონალებისთვის ძირითადად, იმიტომ რომ თუ რაღაცა შეგეშლებათ, იცოდეთ რომ ათმაგად ცუდად დაბრუნდება ის თქვენს ცხოვრებაში. ასევე გეტყვით და გაგაფრთხილებთ, რომ სხვა ადამიანზე მით უმეტეს არ შეიძლება რამე ნეგატივი გაუშვათ, იმიტომ რომ ესეც დაგაზარალებთ ათმაგად და ასმაგად, აი ასეთი ძლიერი დღე მოგვდის ჩემოკარგებო. ამიტომ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, თუ დაუშვათ მე რიტუალებზე მჭირდება და ერთი თვე ადამიანთან რაღაცაზე მოგვარება, აი მაგ დღეს ამ ყველაფერს მოვაგვარებ ერთ დღეში. გაიგეთ რა ხდება? ამიტომ შეგიძლიათ ისარგებლოთ, ვისაც გაინტერესებთ. ეხლა რა ხდება? გაცრავად. არავითარი კონფლიქტი, არავითარი ეხლა ვისაც დაგეგმილი გაქვთ რაღაცეები, არავითარი ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ახალი საქმეები, მით უმეტეს რამე სერიოზული, გინ საოპერაციო იყოს, გინ პირადი იყოს, გინ ბიზნესი იყოს. მე არ გეუბნებით ახლა თავზე გადაიფარეთ, რა ქვია, რაღაცა და დაჯექით ჩრდილ ბუჩქებში თქო, მაგრამ უმჯობესია ამ დროს თუ გამოიყენებთ, რა თქმა უნდა 28-მდე საკუთარი თავისთვის. ეს უნდა იყოს მაქსიმალურად კი წამოიწევს აქ ენერგიის ცვალებადობა. მე ვიცი რომ ეხლა ბევრი აწრიალდებით და ქალბატონო ნინო მომწერთ ცუდად ვარ, მით უმეტეს წმენდების პროცესში ვინც იყავით და რაღაცა, ეს აღარ ნიშნავს უკვე ჯადოს, ეს აღარ ნიშნავს უკვე რომ რაღაც დაუშვათ არ გაკეთდა თქვენთან, უბრალოდ ეხლა არის 12-დან 28-მდე ისეთი პერიოდი, რომ შეიძლება კი ბატონო სისუსტე იგრძნოთ, თუმცა ყველასთან ერთნაირად რა თქმა უნდა არ იქნება. თქვენ უყურებთ იმ განცხადებებს, რომ აცხადებენ, რომ აი ყველა კირჩხიბზე დაუშვათ ეს არის პროგნოზი, ყველასთან ესე არ იქნება. დაუშვათ ლომი გამოაცხადენ, მერწყული გამოაცხადენ, თხის რქად გამოაცხადენ, ვინც გამოაცხადენ და აცხადებენ, რომ აი დაუშვათ ეს არის პროგნოზი. არა, ჩემოკარგებო, იმიტომ რომ თლად ასეც არ არის, ხო, ყველასთან ერთნაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ მაინც იქ კიდე სხვა რაღაცები მოქმედებს რა, ეს არის აბსურდი და ეს არის ტყუილი, ეს არის უბრალოდ გართობის დონეზე გაშლა და გართობის დონეზე თუნდაც რუკა მოიკითხო და მასქნა ადამიანს რაღაც უთხრა რა, მოკლედ როგორც აი ტაროშიც არის ხო განსხვავება, მკითხაობს ვიღაცა და რაღაცა ისე იყენებს და არიან ხალხი, რომ ცოტა სხვა დონეზე შლიან ტაროს. სხვა ასპექტებში უყურებენ. ამიტომ ყველასთვის ერთნაირი პერიოდი არ იქნება, მაგრამ მთლიანი მონახაზი ყველასთვის ერთია, ყველასთვის. ეს არის ის, რომ აი ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ემოციას არ აყვეთ, ხო? ეს სისუსტე დაუშვათ იგრძენით, არ იფიქროთ, რომ რაღაცა სასწაულები ხდება, ეს დრო უნდა გამოიყენოთ, მაქსიმალურად პირიქით კონცენტრაცია მოახდინოთ, რომ პოზიტიური ვიბრაციები შემოიტანოთ თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ შემდეგ ეს მოიტან ზუსტად ცვლილებებს. ამიტომ წარმატების რიტუალები თუ ვინმეს უნდა, რა თქმა უნდა, პროფესიონალებს უნდა მიანდოთ ეს პერიოდი, იმიტომ რომ აქ ერთი მომენტალური გაპარება, თუ გაეპარა, როგორ იცით, რაღაც ერთი სიტყვა, ერთი აზროვნება, ერთი, всё. ცუდად შემოგიბრუნდებათ. ძალიან დარწმუნებული უნდა იყოთ, ჯერ თქვენ თუ გააკეთებთ რამეს
და არ ვიცი, გინდა ჩაიწერეთ, გინდა ის რომ მე მოისმინოთ თუ რამე არ გამოცუდათ ნახეთ შებრუნდება თქვენს ცხოვრებაში, ესე იგი ამის ბრალი იყო, გამიგეთ? ან ძალიან უნდა ენდოთ ადამიანს, პროფესიონალს ეს საქმე რომ მიანდოთ ამ დროში, რომ იცოდეთ. ამიტომ ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ. ჩხუბი, ხო, ჩამოვთვალე, ხო, ესენი ჩხუბი, ახალი საქმე, დაუშვათ რაღაც სისუსტე, აგრესია, ეს ყველაფერი უნდა მოერიდოთ ესეთ რაღაცებს, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ, ესე ვთქვათ, პოზიტიური განწყობა რთული იქნება, რა თქმა უნდა, რთული იქნება. ადვილი არ იქნება, გენაცვალეთ. ხო, კი ბატონო, შეგიძლიათ გამოიყენოთ, შეგიძლიათ არ გამოიყენოთ ეს დრო. მოდი ვნახოთ კითხვა. რა ხდება აქ? მოდი და რა გასაგები არის ახლა ისიც გინდათ დაუშვათ ზოგს ასვლა გინდათ და სასვენებლად ზოგს ეს, მაგრამ შეგიძლიათ რომ ძალიან ფრთხილად და უპირველესად ხონება მომართოთ, კონცენტრაცია გააკეთოთ. დღეს უცნაურ გაშლა შემოგთავაზებთ. ნახოთ აბა. აირჩიეთ სამი ვარიანტი იქნება, ვის რა კითხვები გაქვთ, კითხვების მიხედვით ნახავ. იმედი არის ზონინდება პირველი, მეორე და მესამე, ვის რა კითხვები გაქვთ იმის მიხედვით. გაშალეთ ეკრანი თუ კი რამე არ ჩანს, გენაცვალეთ. და ხმა თუ არ ისმის აუწიეთ. არა, ამას მაინც ვერ გაიგებთ, ხმა თუ არ გესმით, მაგრამ მაინც. ხო, პირველი ვარიანტი ესეთი სელენიტი, მეორე ვარიანტი ესეთი ტურმალინი, ეს არ დგება ოღონდ ფეხზე და მესამე ვარიანტი აჰა, რაღაცას ვიცი რომ ამეთვისთვისაც გიყვართ. კი ბატონო. ჩაიფიქრეთ, ვის რა კითხვები გაქვთ, კითხვების მიხედვით გავაკეთებ ჩემო კარგებო გაშლას. პირველი ვარიანტი. იცით ყველა მე ხა ჩაფიქრების მომენტი, მაგრამ მაინც გამოვაცხადებ. ან ციფრებით უნდა აირჩიოთ, ან ინტუიციურად რომელმა ნივთმა, აქედან გამოცხადებულმა რომელმა მეგიზიდათ, ან დახუჭეთ თვალები რაღაცა და რომ გაახელთ ამ თვალებს, რომელიც მიგიწებებთ, აი ეს არის თქვენი პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა თქვენ შემთხვევაში. თქვენ შემთხვევაში კი ბატონო, აქ არის კითხვები, რომელზეც უნდა გავცეთ პასუხი. კარგით. ნახეთ, კარგით. კითხვები გაქვთ დაახლოებით ასეთი თქვენ. რაღაც სიმართლესთან დაკავშირებით შესაძლებელია. თუ რაიმეს თქმას აპირებთ, შეგიძლიათ ახსნა განმარტების გარეშე და ძალიან მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი აზრი, როგორც ეს შეფერის, ესე რომ თქვა, ცოტა მკაცრ ან ცივი გონებით მოაზროვნე ადამიანს. კითხვები არის დაახლოებით სიმართლესთან, მე ასე გეტყოდით თქვენ. თქვენი პოზიცია უნდა იყოს ასეთი. ნახეთ, მე ერთხელ ვთქვი, დავუშვათ რაღაცა და მეც მე ამას აღარ გავიმეორებ. თქვენ რა საკითხიც გაინტერესებს, სიმართლეა რაც არის. თქვენი პოზიცია უნდა იყოს ესეთი, მე ზუსტად ვიცი დავუშვათ, რას ვხედავ, რას ვგრძნობ და არ მჭირდება არაფრის დამტკიცება, არ მჭირდება არაფრის რაღაცა ძებნა.
მე ვენდობი ჩემს დავუშვათ საკუთარ შეგრძნებებს და რაღაცებს. ახლა ხო არიან ადამიანები ეძებენ რაღაცა უნდა დაამტკიცე მოდი და ესა და რავი. ხო ხდებით და აი აქ პასუხები უნდა გაეცეს ესეთი რომ ჩემი სიტყვა არის მოდი ასე ვთქვათ ზაკონ კანონი. კანონი ხო? რა თქმა უნდა გავიხუმრე. კარგით. ნახოთ აქ რას გურჩევს ტარო ასევე კიდე კი ბატონო, ნახეთ როგორი რაღაც არის საზღვარი, კაფიო, აი ესეთი საზღვარი უნდა დასვა, რა გინდა, რა არ გინდა. არა აქვს მნიშვნელობა ვის ეხება, რას ეხება. ეს არის თქვენი საზღვარი. მე მინდა, ან მე არ მინდა. ესეთი პოზიცია უნდა აიღოთ. ნახეთ აქ რაღაცების მტკიცებას ნახეთ ვიღაცამ სიმართლე გითხრას დაუშვათ არც გეუბნებათ ან რაღაცა დაფარული ინფორმაცია ან რაღაც არის ესეთი მომენტი ხო არ არის გარკვეული შენი პასუხი უნდა იყოს აი როგორ იცი მე უკვე ვიცი დაუშვათ მე ვიცი აი საკუთარ თავზე პირდაპირ საზღვრის დადება რას ნიშნავს რა მინდა და რა არ მინდა არავის დარწმუნება არ უნდა შეეცადოთ აქ დაუშვათ თქვენი მხრიდან რა არის სიმართლე რა არ არის სხვაც რომ შეეცდება აი როგორ არის იცი შეიძლება გითხრან რომ ესეთ რაღაცა დამტკიცი ან რა არა არაფერს არ ამტკიცებთ თქვენ მე ვენდობი საკუთარ და საკუთარ ინტუიციას ჩემ გრძნობას ჩემ ხედვას და ასე და ჩემ თვალებს მოდი ასე ვთქვათ ხო თუ მაინც შეეცდებიან რომ ისევ თუ რამე შეეცდებიან რომ ისევ რაღაც დამახინჯებული ფორმით სხვანაირად წარმოაჩინონ თქვენი სიტყვა თქვენი ქმედება არა აქაც უნდა იყოს ესეთი მე ასე ვთქვი და всё კაფიოდ გამოკვეთით ესე კონკრეტულად და რა თქმა უნდა აქ უკვე გადადიხარ სულ სხვა ენერგიებში ჯერ ისედაც პერიოდი ესეთი მოდის ხო მაგრამ თქვენც ეს კი ფიქსირდებათ გადასვლა ახალ ეტაპზე საერთოდ სხვა განზომილებაში ეს ყოველ შემთხვევაში ამას მოგიტანთ თქვენ პირველი ვარიანტი ვინც აირჩია ეს იყო მეორე ვარიანტი რა ქვია რა ვთქვი ამაზე ახლა ხო ვთქვი პირველად ხო ვთქვი რაც მთავარი პირველად ვთქვი რაც მთავარი კაცო მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა ნუ და რატო და მოვიწყდა ასეც ხდება მილიონჯერ მოგზარა და ამქვი სახელი დამწოდა მეორე ვარიანტი ვინც აირჩია თქვენ შემთხვევაში თითქოს აქ არის რა უნდა წავიდეს თქვენგან რა უნდა დაასრულოთ ესეთი კითხვები ვისთვისაც არ რეზონინდა ესე იგი შეიძლება გაშლის შინაარსი აზრი ვერ გაიგეთ ან უბრალოდ არ არის თქვენი ხო ეხლა კარგით ნახოთ რას შორდებით რა მიდის მაშინ თქვენგან და ძალიან აქაც არა ეხლა ზოგადად ტრანსფორმაციების პერიოდი დგება ზოგადად რომ იცოდეთ ამიტომ არ არის გასაკვირი ხო ამდენი ცვლილებები ყველასთან იცით რა არის მე გეტყოდით რომ აქ თუ კი რაღაცა არ იყო ისეთი გამოფიტული მდგომარეობა შეიძლება ვიღაცა მარტო გრძნობდათ თავს ვიღაცა დავუშვათ უენერგიოდ გრძნობდა თავს ხო აი ეს მიდის აქედან თქვენ თქვენი ნახეთ ძალიან წარმატებული იმიტომ რომ აქ ისეთი არკანი ჩამოვიდა ნახეთ შევამოწმე ხო სწორად მაინც ახალი დასტებია და რამე არ შემეშალოს
ყველაზე კარგი მომენტი ის არის აქ, რომ რაღაც საინტერესო პერიოდი იწყება თქვენში. აი ეს ყველაფერი მიდის, დავუშვათ კონფლიქტი, წყენა. შეიძლება აქ კი გაქვთ კითხვები რატომ მოხდა. აი ეს ყველაფერი ამ სიტუაციებიდან გამოსვლა მიდის. ერთი და იგივე წრეზე თუ ბრუნავდით, ერთი და იგივე რაღაცები თუ მეორდებოდა, ხო? ეს ფიქრებით თუნდაც მარტო მოქმედებები და ადამიანებთან ესეთ დამოკიდებულება, აი ეს ყველაფერი ფიქრიც კი მიდის. და ყველაზე საინტერესო აქ რაც მინდოდა რომ მეთქვა, აი თქვენ გადადიხართ საინტერესო მომენტებში რაღაც, იცით რა არის? შეიძლება სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. თქვენ უბრალოდ ნახეთ, ტოვებთ იმ პოზიციას, რაც არ გინდოდათ, დავუშვათ რაღაცა, კი მართალი არის, დავუშვათ ახლა ეს, რომ რაღაცნაირი ვარდისფერია თუ რა ფერია, მეც არ ვიცი, მაგრამ ამას ვეტაკე, ნუ კარგი, აჰა, ნახოთ. ხო, მაგრამ შეიძლება გინდოდათ ამ ყველაფრის სხვანაირად დანახვა, ხო? ეხლა ამ ყველაფერს თქვენ რაც არ უნდა წარე იყოს თუ რაღაცა გაუსწორებთ ამ ყველაფერს რაღაც თვალს, ესეც შეიძლება იყოს ბევრთან. თქვენი გადაწყვეტილება, აი სხვა პოზიციაზე გადასვლა, სხვათა შორის ძალიან დიდი წარმატება არის ეს. ტრანსფორმაცია სრული ნაყოფიერებისკენ, როგორ რაღაც იცი, მე არ ვაპირებ თითქოს ეს არის, რომ აი ერთ ადგილას გავჩერდე, მე არ ვაპირებ დამარცხებას, მე არ ვაპირებ რაღაცა თუნდაც გონებრივად იგივე პრობლემებში ვიყო, მე არ ვაპირებ რაღაცა ეს დავუშვა, რომ ამ ადამიანმა დავუშვა ზიანი მომაყენოს, ან რაღაცა ესეთი მომენტი, ხო? სხვისი გავლენის ქვეშაც რომ მოეგზეთ, ამას არ აპირებ რაღაც ესეთი ძლიერი ქალბატონის გადაწყვეტილება არის აქ. ასეთ ენერგიებში გადადიხართ და ეს ძალიან კარგი არის. იცით რა არის, მე ვფიქრობ, რომ სხვათა შორის აქ კომუნიკაცია, როგორ არის, იცი, ჯერ ერთი ვიღაც აქ რა სწავლობს, კბილებს, ენაზე კბილების დაჭერას, ეს უკვე მომეწონა. ხო, ყველაზე რთული აი ეს არის. თქვენ როცა დაგჭირდებათ სიმკაცრესაც ძალიან კარგად გამოიჩენთ. მე ამ ქალბატონის პოზიციამ აღმაფრთოვანა, მოდი ასე ვიტყოთ, ძალიან მომეწონა. ჯერ ერთი კომუნიკაციაც აქ არის არაჩვეულებრივი, საზოგადოება, მეგობრები, თანამშრომლები, აი ეს ყველაფერი იცვლება. ფინანსები, თქვენი ძლიერი მხარე, აი ყველაფერი იცვლება აბსოლუტურად მეორე ვარიანტში. თქვენ აი როგორ არის, იცი, აი ზღვა რო გქონდეთ წინ და всё, მე უნდა გადავცურო ზღვა, მე გადავცურო ზღვას. აი ესეთი პოზიცია გაქვთ, მაგრამ გადაცურავთ. მე არ მინდა ამ ნაპირზე ყოფნა. ხო? დავუშვათ ამ ნაპირზე არის სტრესი, ნერვიულობა, არასასიამოვნო გარემო, ხალხი, დავუშვათ ფინანსები, ყველაფერი. აი მე აქედან უნდა წავიდე. ესე იტყვით თქვენ. ბევრთან შეიძლება მართლა ესე წასვლაზე იყოს, ხო? გადაადგილებაზე. მაგრამ ის მოგიტანთ ძალიან დიდ წარმატებას. და საქმე რაში არის ყველაზე საინტერესო, ძალიან საინტერესო, აი მართლა ვფიქრობ, რომ ესეთი რაღაცები სიტყვები თითქოს არ გამიჟღერებია, თქო, ყოველ შემთხვევაში ესეთი შეგრძნება მაქვს. თქვენც ასეთი შეგრძნება გექნებათ, აი იმ ძველი ნაჭუჭიდან თითქოს აი უკაცრავად შედარებით გველი რო კანს გამოიცვლის, ხო? რაღაცა იმ ძველს ის ნაჭუჭიდან ისე გამოძვრებით. მაგრამ იგივე პიროვნება თქვენ არ რჩებით, კანი შეიცვალოთ, ეს არ არის მხოლოდ. არა. უბრალოდ როგორი რაღაც არის, აი თქვენ ტკივილს კი არ იტოვებთ ამ გამოცდილებით, თქვენ იტოვებთ ცოდნას. ნახეთ? აი ეს იყო, ესე იგი, გაკვეთილი. და, ნუ, ბევრი რაღაცა ვისწავლე. აქ ყველაფრის დავიწყება გინდათ აბსოლუტურად, всё, ახალი ფურცელი გადაიშალა ჩემს ცხოვრებაში. ესეთი პოზიცია არის. ეს არის ტრანსფორმაცია. თან ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია, ხო? მთლიანად ახალი ფურცელი რო გადაშალოს ადამიანმა. ყველა საკითხში ასე ვიტყოდი. არ არის გამორიცხული თუ სადმე ახალ ქალაქში გადადიხართ, მაშინ ასე იქნება თავისთავად, ხო?
მაგრამ აი ნახეთ კიდე მთავარ მომენტს იმას გეტყვით რომ აი ამ ტკივილი რაც გაწუხებდათ ეს ამ ტკივილის ტარებას აღარ აპირებთ არიან ადამიანები ვეღარ ასრულებენ ხო აი წამოიტირებენ პატარა ბავშვებივით თითქოს დაასრულენ პატარა ბავშვმა რომ იცის დაიწყებს ტირილს და გაჩერდება მე თითქოს გადაიტან ყურადღებას და მე მომენტალურად ისევე რომ დაიწყებს ატირდება ხო არის კი ცხოვრებაშიც ხდება ეს ენერგიები ადამიანებთან თითქოს იბრძვიან გადალახონ თითქოს რაღაცა მომენტალურად ხო ნუ მოდი ასე ვთქვათ ვიღაცა რო გარდაიცვლება იქაც ხდება ეს იმერული ესკიზები ძალიან კარგია ხო მაგ მხრივ მაგრამ ცდილო მაგრამ ის ტკივილი ხო რჩება აი ამ ტკივილიდან თავისუფლდებით ეს არის ძალიან მაგარი თემა უკვე ძალიან საყურადღებო ეს იყო მოდი ასე ვთქვათ გაკვეთილი ეს მივიღე გარკვეული გამოცდილება ან ცოდნა ან რაღაცა ესეთი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ მეორე ვარიანტი გილოცავთ ჩემო კარგებო ამ ენერგიებში გადასვლას და კიდევ ესე კონტროლს სად რა ილაპარაკოთ როგორ თქვათ არის სათქმე თუ არა აი პირის დამუწვას მოკლედ ეს ცოტა უხეშად რო თქვათ მაგრამ ეს ყველაფერი იცით რას მოგიტანთ რამხელა სიძლიერეს კიდევ უფრო მეტად რამხელა როგორ არის წარმატებას ნაყოფიერებას ბედნიერ შეგრძნებას გილოცავთ მეორე ვარიანტი გილოცავთ კონტროლით და მესამე ვარიანტი ამ მინერალის სახელი უკვე მახსოვს ეს ტურმალინი ხო თუ არ მერევა ნუ რა ვიცი ისე დამავიწყდა მე აქ ამის სახელი ნახეთ გაშლაც ზუსტად ისეთი იყო დააკვირდით თქვენ ყველაფერ ძველს ისე დაივიწყებთ რომ ვინმე შეგახსენოთ თქვენ მიუბრუნდებით უკან და ეტყვით მართლა ასე იყო აი ნახავთ ზუსტად აი დააკვირდით გაშლა ზუსტად ისე აეწყო და დაემთხვა მე ხო ეს არ მქონდა ეხლა დაზეპირებული თუ რაღაცა შეგნებულად და გათვლილი ხო ვინც აერჩია მესამე ვარიანტი ამეთვისტო თქვენ შემთხვევაში რა ხდება თქვენ შემთხვევაში კითხვები არის ასეთი აქ იცით აქ არის ესეთი ვარიანტი სად არის პრობლემა და სად არის ბედნი თუ სად არის რაღაც შეიძლება ნახეთ ბედნიერი რომ ვიყო შეიძლება რა გავაკეთო ამისთვის ესეთნაირად ფიქრობთ ბედნიერი რომ ვიყო და აქ აშკარად ცდილობს ადამიანი რაღაც ყველაფერი კარგადა ესე შეინარჩუნოს ყველა ადამიანთან ოჯახის წევრებთან თუ მთლიან საზოგადოებაში კარგი ნახოთ სად არის მაშინ თქვენი ბედნიერება და სად არის პრობლემები ჩემო კარგებო აქ იცით რა არის მე უფრო მგონია რომ თქვენ უფრო გადასული ხართ ისეთ მესამე ვარიანტი თუ არ რეზონირებს ესე თქვენი არ არის ისეთ თემაზე სხვები უფრო გააბედნიეროთ ვიდრე საკუთარი თავი
სხვის ბედნიერებაზე უფრო მეც ფიქრობთ, ან კომფორტზე, ან რაღაც სხვას, ყველას ვერ მოეწონებით და ამაზე არ ხართ ვალდებული. ეს იცით რა არის? როდესაც ადამიანი გადადის ზუსტად ამ პოზიციაზე, რომ სხვისი ტვირთი იტვირთოს, მე არ ვამბობ, რომ არ უნდა დაეხმაროთ ადამიანებს. იმიტომ რომ მე შესაწერის თემებიც განმიხილავს, ხო? ნახეთ, შესაძლებელია ფინანსური გაღება მარტო არ არის, აქ ვიღაცას ფინანსურად დაეხმაროთ. შეიძლება მოკითხვა მორალური, ნახეთ, თუნდაც გამხნევება, ხო? აი ადამიანის ესეც დახმარება არის, ღიმილით ჩემო კარგო ადამიანი, რო გიღიმის, ესეც ვალი არის თუ ამას სწორად შეხედავს ადამიანი, მაგრამ ახლა ზოგიერთი თუმცა ეხლა ის მომენტი არ უნდა იყოს ადამიანისგან, აუ ამან ეს რა ქვია 500 წლის წინ რაღაცა გამიღიმა და მთელი ცხოვრება თავი ვალდებულად იგრძნოთ, ვალდებულოდ არ უნდა იგრძნოთ თავი, უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ დაუბრუნოთ ღიმილით. განეიტრალებული იქნება ენერგიები. ვალდებულება არაფერ შუაში არ არის, ეხლა თუ არა მეღიმება 500 წლის შემდეგ ადამიანისთვის, ხო. ნუ ახლა ეგ ძალიან ამეტანი არის, ხო? მაგრამ თქვენც როგორ არის, იცით, აი თამაშობთ, რომ ეს ყველაფერი თითქოს გაბედნიერებთ. ხო, არ ხარ ვალდებული, ნახეთ, ვიღაცას დაუმტკიცო, აი კი ბედნიერი ვარ. აი შენს გვერდით რომ ყავა დავლიე, ბედნიერი ვარ ამით, თუ არ გინდა ამ ადამიანთან ამ დროს ყავის დალევა. ამის თამაში არა. ეს უკვე ნიღაბია. ხო, მესამე ვარიანტი. დააკვირდით, შეიძლება ზუსტად მე კონკრეტულ სიტყვებს ვერ გადმოგცემთ, მაგრამ საკვანძო სიტყვები ამოიღეთ, ხო, ამოკრიბეთ. ყოველთვის ხო იმ სიტყვას ვერ ვიპოვი, რაც თქვენ დაუშვათ გჭირდებათ, მაგრამ მონახაზი უნდა გაიასროთ, რას ვამბობ. აქ როგორ არის, იცით? თქვენ უნდა შეძლოთ თქვენ, რომ სიმართლე სად არის, რას მოაქვს ქაოსი. აი, კითხვაც თავიდანვე ისე გააქვთ თითქოს, რომ სად არის პრობლემა, ხო? ან ზეწოლა, ან რაღაც, ნუ სად არის ეს და სად არის დაუშვათ ბედნიერი, რაღაცა ზღვარს ეძებთ თითქოს და აი ამ ქაოსიდან თქვენ თვითონ ნაღიაროთ სიმართლე, თქვენ არ გინდათ ამის და არა, დანახვა არ გინდათ კი არა. რაღაც ვალდებულებებსაც გრძნობთ, რავია, როგორ გითხრათ, ცოტა უცნაურია. ყველას ბედნიერებაზე, ყველას ვერ გააბედნიერებთ. თქვენ იცით, რას უნდა მოშორდეთ. არა, თქვენ არ იცით კი არა, თქვენ იცით, ეს უბრალოდ ქაოსში ხართ. ყველაფერი ძალიან კარგად გააზრებული. უბრალოდ ქაოსში ხართ. აი, რას უნდა მოშორდეთ, ვის, რა უნდა დასრულდეს, რა აღარ უნდა მოხდეს. სად დაუშვათ არ უნდა ითამაშოს, სად სიმართლე უნდა თქვა, რა დროს გაიღვიძო, რა დროს დაიძინო, აი ეს უნდა მოაწესრიგოთ აქ მესამე ვარიანტმა. თქვენგან ელოდებიან უკვე ვალდებულს ხდიან, რომ სხვისთვის რაღაცები აკეთო, აი დაუშვათ უნდა სხვისთვის იშრომო, ესეც ხო ხდება კაცო. აი ვალდებულებაში არის უკვე ეს ყველაფერი გადასული. იმიტომ რომ ერთხელ გააკეთეთ რაღაც იკეთე, ხო, მეორეჯერ ეს უკვე დათვური სამსახურია. ეს დახმარება არ არის. ამ შემთხვევაში პირიქით თქვენ თავს იზიანებთ და ეს უკვე ჯანმრთელობაზეც გადადის. ეს თქვენ ვინმეს არ უნდა უმტკიცოთ, იმიტომ რომ თქვენ ამაზე თუ გააკეთებთ აქცენტს, რომ ჩემზე არ ფიქრობთ, მე ისა რა ქვია, მეც მინდა რაღაცა, თუ დაიწყებთ, რომ ყველამ თქვენს თავზე იზრუნოთ, ან ვალდებული ხარ, არავინ არაფერი, არა, ამ თემაზე საერთოდ არ უნდა გააკეთოთ აქცენტი. იმიტომ რომ პირიქით გაეცინება და ან უბრალოდ ნახევრად მოგისმენენ, ან არც მოგისმენ, ურიყურის პრინციპი არის აქ, ხო? ესეც დაიკავებენ უეჭველი. ამიტომ ეს არ უნდა გააკეთოთ თქვენ.
ვინმეს რამეს დამტკიცება არა. ეს თქვენ უნდა გაიაზროთ, გაზრებული გაქვთ აღიაროთ. რაღაცა გაიაზრო, გააზრებული გაქვთ თქვენ ეს, თქვენ უნდა აღიაროთ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თქვენ უნდა იმოქმედოთ. თქვენთვის. გითხრან ძალიან შეიცვალე რაღაცა, ხო? შეიცვალე მე რა. არც მერი არ უნდა ახსნათ. ხო არიან ადამიანები, აი როგორ არის, იცით, რაღაცა რომ უნდათ გათქმევინონ. მაგაზეც არის ფიქრობთ, ვის რა უნდა რომ გათქმევინონ. თქვენ უკვე ეს პოზიცია გაქვთ, რა უნდა მათქმევინო, სათხარ. თუ მინდა თქმა რაიმეს, ისედაც ვიტყვი. ხო? ან დავუშვათ გავალდებულონ უნდა დაეხმარო რაღაც, არიან ხო ესეთი манипуляტორებიც, ხო? მით უმეტეს თუ ვინმე განებირებული მიჩვეული ყავთ, ოჯახის წევრებსაც ეხება, რა თქმა უნდა. უბრალოდ ერთი რაღაცა იცოდეთ, თქვენ არ ხართ ვალდებული. ვინმესთან ზედმეტი ტვირთი აიღოთ, ვინმეს გაბედნიერებაზე ესე იზრუნოთ, ითამაშოთ და თითქოს თქვენ ამით ყველაფრით ბედნიერი ხართ, არა. ის რაც თქვენგან ელოდებიან, აი ამას ელოდებიან კიდეც. აი ამ ყველაფერს ეტაპობრივად ნელ-ნელა მოაწესრიგოთ, ჩამოიშოროთ ეს. გადახვიდეთ სხვა პოზიციაზე, ხო? არჩევანი უნდა გააკეთოთ, მართლა საკუთარ თავის გაბედნიერებაზე, საკუთარ თავს უნდა დაუსვათ ზუსტად ის კითხვები. მართლა რა გაბედნიერებ შენ, რა გინდა? ხო? მოდი ნინო, თეკლა, თამუნა, ეკა, აი რა გინდა? შენ რა გინდა? საკუთარ თავს ეს კითხვები ხანდახან დაუსვით. აი ხანდახან არის, რომ ის არ გინდათ, ეს არის რაღაცა უკმაყოფილება ხართ, ან თუნდაც კი აკეთებთ ამას ვალდებულებით ისე. არა, საკუთარ თავს, აი ეხლა რა გინდა? იცით რა არის? მოიფეროთ უნდა საკუთარ თავს. რა სისურვებდი? მე მაგალითად ჩემ თავს ვეკითხები. აბა ეხლა ნინო, რა სისურვებდი? რა გინდა? როცა აი ზუსტად ესეთ გაურკვეველ ხასიათზე ვარ, რა მინდა აღარ ვიცი. რა ვიცი, ხან მშია, მწყურია, დავუშვათ, აი ყველაზე მარტივს გეუბნებით, ხო? არც საჭმელი გინდა, არც რაღაცა ეს უჟმურ ხასიათზე. მაშინ დავჯდები და ახლა რა გინდა? ვეკითხები ჩემ თავს. თუ არაფერი არ მინდა, მეცინება უკვე არის, რომ ვერ ვცემ პასუხს, რა მინდა, ამინდა კაცო, აი დაიძინე, დაისვენე, გაანიავე ცოტა გონება. ხო? ამიტომ მესამე ვარიანტი. დაიმახსოვრეთ, არავისთან არაფერში არ ხართ ვალდებული. დღევანდელი გაშლა ეს იყო, მე ვფიქრობ, რომ ცოტა განსხვავებული ტიპაჟის იყო, იმიტომ რომ ესეთი კითხვებით არ გამეკეთებია გაშლა არასდროს. ის რა კითხვები გქონდათ? და ვფიქრობ დავტოვებ ასეთი სტილის გაშლებს ჩემთან. უცხოც არის, ხო, არ არის. არ მინახავს ვინმესთან. ასეთი. მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში, არ შემხვედრია ჯერ. აწი თუ შემხვდება, დავაფიქსირებ, რომ ჩემგან მოიპარეს. და გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს და ნაყოფიერ დღეს. დროებით.